Hello! Американец, блядь. ჩვენი ნაკრების თამაშზე არ წავიდეთ, ბიჭო? წადი შენით. ისე ამკარავს რამხელაეზე ქონია. ძაღლი ხო არ ყავს. ჩეკაუთი მიწევს თუ რატომ მომადექი? აი ეს გამომართვი და პასპორტი დამიბრუნე. რისეფშენზე დაგიტოვე. მართლა ამ მქონდა ნომერში ადგილი. აქ მოსასვლელად ხო გქონდა ერთი ადგილი? გამარჯობათ ბიჭებო. ქართველები ხართ? გაუმარჯოს, კი? შეგოთა მოგიტანეთ. მადლობა, გაიხარე. აჰ, როგორ მომნატრებია ქართველი კურიერის ხო? რატომ იწელავ დროს იმ დანიელი მსაჯივით? მომეცი რა პასპორტი თამაშზე მინდა წასვლა. ხო ბესო. ო ბესო, ჩემი ძმა, როგორ ხარ? აბა ბიჭო, სად გაგვიტანეს გოლი 102 წუთზე? ჩვენ ბურთზე დავყარგეთ კონტროლი და ამან პასპორტზე. პორტუგალიასთან ვიქნები, აბა რა. ფაქტობრივად იქვე ვცხოვრობ. ხო, ამას აქვს ცუდი ფეხი, თორე საფრანგეთსაც მოუგებდით. კი, ჩავრთე როუმინგო. ყარატიშვილი მით იჭერს. შეგიძლია უკვე პირდაპირ მე დამირეკო ხოლმე. მიდი ბესო, ჩემი ძმა ხარ. ბესო მაგარი კაცი. პორტუგალიასთან უნდა დავდგეთ ერთად. ეგ თამაში თუ მოვიგეთ, გავდივართ პლეი-ოფში და ახალ ისტორიას ვწერთ. რა მაგარი სიტყვებია. ვინმე სხვას რო ეთქვა, დამბურძგლავდა. ჩამოვედი სლოვაკეთში, რომ უგულშემატკივროთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პორტუგალიის წინააღმდეგ. რისთვისაც დიდი მადლობა ლიდერ სპორტს, შოფერ ჰოფერს და როუმინგოს. სხვათა შორის ეს ეპიზოდი გადავიღეთ სლოვაკეთში და იმ დღეს ვიავტვირთეთ როუმინგოს ინტერნეტის საშუალებით. თუ თქვენ სლოვაკეთში ხართ ან ზოგადად მოგზაურობ, შეგიძლიათ ისარგებლოთ როუმინგოს სწრაფი და ულიმიტო ინტერნეტით. თავიდან უნგრეთში ჩამოვფრინდით, შემდეგ ავტობუსით წამოვედით სლოვაკეთში. ძღოლმა არ გითხარო სლოვაკეთში ვიყავით და გადაგვიყვანა ავსტრიაში და ავსტრიიდან ისევ მოვბრუნდით სლოვაკეთში. მოკლედ, ფლატ 9-თ არ გადაგვივლია, მაგრამ სამი ქვეყანა მოვიარეთ და მე მგონი ვიმსახურებთ ზღაპრის ბოლო რომ კეთილი იყოს. მოგესალმებით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. საფრანგეთი საქართველო ამ ტურნირის უდაოდ საუკეთესო მატჩი იყო, რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხეთ. მესამე გოლი საჯის მიერ კომპენსირებული დროის კომპენსირებულ დროში გაუშვა. დანიელმა მსაჯმა იმდენი წუთი დაამატა, რომ აზაროვს და მაისურაძეს ასაკით ეროვნულ ნაკრებში უწევდა თამაში. პლეი-ოფში გასასვლელად აუცილებლად პორტუგალიელების დამარცხება გვინდა. ერთხელ უკვე დავამარცხეთ თბილისში 2-0 ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე. მოკლედ, პლეი-ოფში მუშაობის დასაწყებად პორტუგალიელების დამარცხების 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს. გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას შოფერ ჰოფერთან ერთად. საქართველოს და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთხელ ჩვენ მოვიგეთ, ერთხელ პორტუგალიელები. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები თამაშის საშუალოდ 5-ჯერ უტყავს კარში. საქართველო კი 4 ფურს აწვის. პორტუგალია თამაშის საშუალოდ 13-ჯერ ჯარიმდება, საქართველოს კი 2 გოლი გააქვს. ჩემი პროგნოზი დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტიზმზე და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები მოიგებს და გავა პლეი-ოფში. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები არაფერს დაიშურებენ და მოიგებენ ამ თამაშს. არ უნდა პროგნოზს ვეთანხმები, თუმცა ჩემი პროგნოზი უფრო ლოგიკაზე იქნება დაფუძნებული. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები გოლს გაიტანს მეორე ტაიმში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები თამაშს უგოლოდ არ დატოვებს და თუ გადავხედავთ ამ ბიჭების ბოლო თამაშებს, მათ გოლები ძირითადად მეორე ტაიმში გააქვთ. ასე რომ საქართველოს ნაკრების გოლი მეორე ტაიმში.